ორშაბათი დილა მშვიდობის დაგიბრუნდით. არ ვიცი მოგინატრეთ თუ არა, მაგრამ მე ყველა მომინატრეთ ძალიან. დილა და გადავწყვიტე რომ საიდანაც უნდა დამეწყო. ბევრჯერ გადავწყვიტე, მაგრამ ისეთი ცუდი ვირუსი შემხვდა გოგოებო, ისეთი ცუდი ვირუსი შემხვდა, რომ მიმაძაღლა, მიმაკლა ჯერ ანუ ისევ ცხვირში გაჭედილი ვარ, ისევ ძალებს ვიღდგენ და ისევ და ისევ. ვაზელინი მისვია თვალებზე, არაფერი სხვა. ხოდა თან ძალიან დავკომპლექსდი. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ჩვენმა წარმატებულმა პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ თქვა, რომ სუქანი ადამიანიო, დაბალი IQ-თიაო. გაგიხმე შენ IQ. ძალიან კარგი თემა იყო, მე მივალაგოთ ცოტა. მე კაცა ყველა გადაცემა. ნუ რა მეკეთებინა, ცუდად ვიყავი, სიცხე მქონდა, ვეგდე დივანზე. ნუ ყველგან ეგ იყო, რომ რატო მიაყენა შეურაცხყოფა, როგორ შეიძლება იყოს დიეტოლოგი, მსუქანი. ხოდა მეც დავისტრესე, ადამიანი ვარ და თან მსუქანი ვარ. მე ეგ ქალბატონი ჩემს აზრს დავაფიქსირებ. როგორც პროფესიონალი არ ვიცი. როგორც ტიპაჟი არ მომწონს, მაგრამ მის მიღწევებზე, მის განათლებაზე, რომელიც რა თქმა უნდა მის ასაკთან შესაბამისად მას უკვე დაგროვილი აქვს, ჩემი პატივისცემა მას, ადამიანმა ამდენს მიაღწიო უცხო ქვეყანაში, მე ჩამოხვიდე და უბრუნდე შენს ქვეყანას გააგრძელო ისევ აქტიურად, სადაც ფეხზე დამდგარი პლასტიკური ქირურგები იყვნენ, მე არ მქონია შეხება არავისთან, ვინც მასთან გაიგეთა რა, მაგრამ ნუ იყო ერთი ტაშიტუში რა. არც ერთმა გადაცემამ და არც ერთმა პოდკასტმა არ გამოტოვა ეს ამბავი. მოიყვანეს კიდევ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ გაკეთებული ადომინოპლასტიკა, მკერდის კორექცია, სიგამხდრის მერე კუჭის კორექცია და ამათთან ალაპარაკეს და თითქოს ბოდიში მოახდევინეს თუ თითქოს გაარკვიეს თუ ნუ მოკლედ. იყო მთელი ძალიან მხიარული ამბავი და მე ამ ამბავს არ ტოვებდი, იმიტომ სერიოზულად შეიძლება დაფიქრდე მაგ დროს, რომ თუ ნების ყოფნა მე არ ვამართლე. ასეთ ვერ შევტიე. მე არ გამართლებ ასეთ მიდგომას, როცა ადამიანს განიკითხავ. ანუ არ არსებობს ადამიანი, რომ რაიმე დადებითი არ ჰქონდეს მას. გამორიცხულია. ანუ არ ვართ ვალდებულები ვიღაცა ესე პირდაპირ გვიყვარდეს და მოგწონდეს, ძალიან ბევრი ადამიანია დედამიწაზე, ზოგადად ადამიანები მიყვარს, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს, ანუ ზოგი მაღეზიანებს როგორ მეტყველებს, ზოგი მაღეზიანებს, ანუ მეც ვიღაცას ვაღეზიანებ და არაერთხელ დაუწერიათ და დაუბულინგები ვარ, რომ რატო იტყლარჭები და რანაირი ხარ და მოკლედ. მაგრამ ასე პირდაპირ ადამიანს, ყველა მოპუტკუნებული ადამიანი ერთ ქვაბში ჩაყარა და უთხრა, რომ გადმოვა მარტივ ენავოთ და უთხრათ, რომ დებილები ხართ, იმიტომ რომ სუქნები ხართ. სადღაც რაღაცა მერე გამართლება ვუპოვე. და რატო? ძალიან დიდხანს სხვათაშორის ხუმრობა იქით იყოს და მართლა დავფიქრდი, ანუ რატომ შეიძლება ექიმმა თქვას ასეთი რამ. ჯერ ის რომ ჩემი ეს ქონება, ანუ ქონები, რომელიც ასე გარს მაკრავს, არ ვარ გასუქებული პირიქით. მოვიკელი ცოტაოდენი. არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. მე ვიქმნი რისკს იმისას, რომ
ჩემი ინსულინ რეზისტენტობა შეიძლება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ვერ გამოვიჭერ შაქარს, დიაბეტს, ანუ რაღაცას დავიზიანებ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ღვიძლისთვის არ შეიძლება, იდეალურად ვიცი. ძალიან კარგად ვიცი, რომ დღეში 10,000 ნაბიჯი, რომელიც ვირუსის ფონზე დავიწყე და კვირაში ძალიან რამოდენიმე დღე ვაკეთებ და დავდივარ, დავადებ თავს, წავალ სადღაც, მერე წამოვალ. ამასობაში მე ხო სოფლელი ვარ, სოფლიდან ჩამოვედი და თან ძალიან მალევე ავარჩიე, ძალიან კარგი თბილისელი ბიჭი, ქონების გამო მივაფრინდი, მივათხოვდი და არაფერი არასდროს არ მინახავს. ძალიან წყდება ხოლმე გული, რომ არც სტუდენტობა გამევლია, არც მიწანწალია, არც ძალიან ბევრი რამე არ ვიცი იმ ქალაქში, სადაც ამდენი წელია ვცხოვრობ. აღმოვაჩინე აბანოებთან ჩანჩქერი, რომელიც არასდროს არ მინახა და ფრიად მოვიხიბლე. რაღაცეების აღმოჩენებზე ვარ, პატარა რაღაცეები, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე რა. ხო, ვიცით რომ აქტიურობა, ანუ მე რომ აქ ჩემზე გადმოვიტან, მე რომ თეფშით იქანე წამოვწვევი და წამოვგორდები და თან ჭამ და თან არ მოძრაო. რა თქმა უნდა, ის კარგ რეზულტატს არ მოიტანს, ხო? ვიცით რომ სიმსუქნე ცუდია, ვიცით რომ ძალიან ცუდია, მაგრამ ვართ. და რატო? მე როგორც ჩემს გამოვუტყდი არ ვფიქრობ ასეთ რაღაცებზე. ანუ ვიცი თეორიულად, მაგრამ არ ვფიქრობ. ის რომ სადმე მარათონებში ასე წამოსულში და ყბადაღებულში ერთს კი მივწერ ბექა ერთი ბიჭი ძალიან ისე ლაპარაკობს აქტიურად და აი მოგაწონებს თავს რა, გინდა. ფასდაკლება მაქვს ისო და ეს ფასდაკლება იყო თვეში 386 ლარი. მე რო 386 ლარი ამ დარწმუნებული ვარ ვახტუნებს, მე არ მაქვს არანაირი პირადი პროტესტი ამ ბიჭთან, შენ თუ გინდა იყიდი და გადაურიცხო, თუ გინდა არ გადაურიცხავ, მივიწერე კიდევაც და ვიფიქრე რომ თუ ღირს ეს 100 ლარი 150 ლარამდე, კაი, გადავაგდებ, რომ ვიცოდე, რომ ფული მაქვს გადახდილი და ანუ უნდა გავაკეთო, მაგრამ 300 ლარი რო 386 ლარი ფასდაკლებით ვიღაცას რო გადავურიცხო იმისთვის, რომ იმან მეკვება გადმომიგზავნოს, სწორი კვება და ჩავერთო მარათონში, 2 დღეში დავიკლებ. ძალიან ებრაელი ვარ, მე ფულს არ ვიხდი არაფერში. არ ვიცი ეს სწორია თუ არა და მე ჩემ თავს ვუთხარ, რომ არ გაბედო არ გადარიცხო, აიღე ფიტპასი და ივერჯიში რასაც შეძლებ, იმიტომ რომ ნიკოლოზ რაც გავუკეთე ფიტპასი მე ვუყურებ და მშორს ჩემი შვილის როგორ აკონტროლებს კვებას, როგორ ითხოვს, რო ჭერდება მას ქათამი, როგორ უყურებს ვიდეოებს და როგორ აქ ეს ჩადებული, რომ რაც ამ ოპერაციის მერე და 4 თვიანი წოლის მერე მოიმატა ჩემი ძმამ წერს ის უნდა რომ დაიკლოს და ჩემი შვილი მე ჯობნის ამ საკითხში როგორ ვერ უნდა მოერიო რაღაცებს ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რომ თუნდაც ის რისკები ანუ IQ-ს თავი დავანებოთ ანუ რისკები რისიც გეშინია როგორ ვერ უნდა მოერიო სიგარეტს როგორ ვერ უნდა მოერიო წონას აი როგორ ალბათ ამ ქალბატონმა ამ ძალიან უხეში გამოთქმით ჩვენს ნებისყოფას ძაფს ესე გამოკრა და მიგამი ანუ ალბათ ბევრი მსუქანი ადამიანი დაფიქრდა ამაზე, იმიტომ რომ ვინც უყურა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ამბობს, ძალიან უხეშად ამბობს. ყავა გვინდა ჩვენ უშაქრო რა თქმა უნდა. არაფერს არ ვარეკლამებ და არასდროს არავის არ განვიკითხავ და ეს ძალიან ყვადაღებული თემა იყო და იმიტომ გადავწყვიტე რომ ოკეია და ვილაპარაკოთ. მაგრამ ხო, ჩემ თავში
დავიჭირე ის რომ პირველი შემიძლია ვჭამო ტონა, იმიტომ ვარ გაუთხოვარი. დედას გეფიცებით, რომ დავასრულებ ძალიან დიდი პორციის ჭამას, ჩემ კუც შეუძლია რომ იგივე პორცია ზუსტად 5 წუთში მიიღოს. ეს ხო არ შეიძლება. მე ვერ ვაკონტროლებ საკვებს. აკავებითი აშლილობა და ტრალი ვალდა და არ არსებობს. მე ისეთი აშლილობა მქონდა აქ და იმდენად რთული ცხოვრება გამოვიარე და იმდენ რამეს გავუძველი რომ კვებითი აშლილობა რომ მე დავიჭირო ჩემი გამოცდილებით ეს ზუსტად 1 წუთში მოვახერხებ, მაგრამ არ ვიჭერ. ჭამ. აი, სად მიდის ქონები, ნახეთ რა ხელა კუზი მაქვს. ასე უნდა მქონდეს ახალგაზრდა ქალს? არა. გეთანხმებით ციცინო. დებილი ვარ, ფაქტიურად დებილი ვარ. რატო როცა შეიძლება არ იყო ელიზომა. დილას კაბები გავიუთო გუში გადმოყარე ზაფხულის. ანუ ამ ავადყოფნის დროს მეთქი რეცხვაში ხო. საერცხს მანქანამ უნდა და რეცხოს და მე რას ვაკეთებ და დავდექი და დააუთავე. გაიმზადე ყველაფერი და კიდე აწყე რა გაქვს, რა გაუხრია, დაინახე. და საბედნიეროდ ყველა კაბა მომერგო, რაც მაუხრია. მაგრამ ყველა ელია. მე ნერვიულობდი რომ არც მომერგებოდა. ხო დებილი ვარ. მეთანხმები. ძალიან გაუბრაზდი საკუთარ თავზე. აი ციცინოს თვალში თითის დაკება მინდოდა. მაგრამ იმასაც ვიცი რომ რა თქმა უნდა იცოდე სწორად როგორ გადაანაწილო, რა თქმა უნდა იცოდე ის რომ რამდენი ცილა გჭირდება, რამდენი კილო ხარ, რამდენი წყალი გჭირდება, რის ხარჯზე იკლებ, ცხიმი უნდა დაიკლო თუ კუნთი უნდა გამოიცალო. ძალიან ცუდია, როცა ორგანიზმს აგდებს სტრესში, ხო, ეს ყველა ვიცით, კაცო და AI-ის სამყაროში, როცა ეს ყველაფერი გვაქვს და რატომ უნდა მჭირდებოდეს? ვაიმე რაღაცა მოვიდა. ერთი თუთით. რეკლამა მაქვს გაშვებული და გზაცდენილ ხალხზე მეტი რა არის გუშინ შუაღამისას გამოღვიძა ვიღაცა. მაგას თავი დავანებოთ, ყველამ უნდა იმუშაოს და ყველამ როგორც შეუძლია ისე უნდა გამოიმუშაოს ფული. ვიღაცა რომ მუშაობს ეს იმას არ ნიშნავს. რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებს. მისთვის აკეთებს, ჩემი აზრით, მას ჭირდება და თუ არ იმუშავებ ჩემი ფეხები გექნება რომ გასუყდე და შეცეცხლო. სანთებელო უნდა მოვიტანო. ხო. რა ვიცი მე. არის აქ რაღაც ლოგიკა, მაგრამ ასე უხეშად გამოგვადებილო ყველა არ ვიცი. ეს მარათონები ხომ კლავს. მეც უნდა გავაკეთო რამის მარათონი. რაიმე უნდა მოვიფიქრო, რაც ჩემი ძლიერი მხარეა, რაც ვიცი და ხო, ანუ შრომა არ არის ეს, მე ვღადაობეხა ცუდად. რა თქმა უნდა უშნათ, მაგრამ შრომა არ არის
ნებისმიერი შრომა, შენ თუ გინდა მოტყუდი, თუ ხვდები რომ ტყუდები, მე მაგალითად როცა ვიფიქრე რომ იქნებოდეს, იქნება ჩავერთო ამაში და იქნებ ფული გადავიხადო და გავხდე, მე ის თანხა რაც დამისახელა ამ ბიჭმა და მისი რეზულტატები მილიონი მაქვს ნანახი, რაც მოიწერა, ანუ არ იყო ჩემთვის მისაღები და შესაბამისად თქვი რომ მე თვითონ ვიზა. ან შაშა იმდენად კარგ კლებაში ვიყავი. იმდენად კარგად მქონდა ყველაფერი, მაგრამ უყურეთ ჩემი უნებისყოფობით, ჩემი დაუფიქრებლობით, საჭმლისადმი სიყვარულით. ზამთარში ეს ყველაფერი ჩავყარე ყველგან. გადავყარე, დავიწყე გასუქება. ღმერთს მადლობა, რომ რაც დავიკელი, იმდენი არ მოვიმატე 5 კილომდე სადღაც. გერმანიაში სასწორად დავინახე და დავდექი, გული გამისკდა. ნაკეც ნუ პაგაძის ღორი როა, ხო მიცით ხო როგორ მეყვარდა 500 ლიფი რო ეცა. ესე ვარ დაახლოებით. ხო და მე ვფიქრობ, რომ არ ვარ ასაკში, იმ ასაკში, რომ ეს ყველაფერი შეიძლება რომ გამიქცეს გამხდარი არც არასდროს ყოფილ, ვარ ძვალზე გადაკრული ტყავი. ყოველთვის მქონდა პატარა ღიპი და ყოველთვის ვიყავი ხორცებიანი, მაგრამ სუქანი არასდროს. და მაქვს ძალიან თხელი ფეხები. შესაბამისად, როცა ზემოთ ხორციანი ვიყავი და ქვემოთ ძალიან გამხდარი ვარ ხოლმე უკვე, ასე ვსუქდები. აქ რო რამე მოგიჭირო, აი ამ ადგილში. და ასე გასიონო, გადიდდე. ქვემოთ ნაკლებად ვსუქდები. ხო, ეს ყბადაღებული თემების გარჩევები. კიდევ არის ერთი თემა, რომელიც ძალიან მომხვდა გულზე. და ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, ვუყურებ ცოტა რელიგიასთან ასოცირდება და მე ვინ მოვიხვეტები, რომ ვინმე გამკიცხო. მოკლედ ეს იყო ჩვენი პატრიარქის გამოსვლა და იმის თქმა, რომ ვისაც აბორტი აქვს გაკეთებული, ყველას დედა გაქვთ ნატირებიო. ის ოჯახიო ვერ გაიხარებს. ესეც ძალიან ცუდად მოისმინა და რა თქმა უნდა, ბევრი დრო მქონდა და ბევრს მოусმინე და ძალიან გამიჭირდა ამის გადახარშვა და გაანალიზება, იმიტომ რომ ძალიან რთული თემაა ჩემთვის. მე მოხარული ვარ ყველა იმ ხალის, ვისაც არ აქვს გაკეთებული. და უბედნიერესები არიან, იმიტომ რომ თუ ოდნავ მაინც აზროვნებ, თუ ოდნავ მაინც გაქვს საკუთარი თავის განსჯის უნარი და აღიქვავ ეს შენ მოკვდავი ადამიანი, როგორი უსუსური ხარ, ამდენად შეცდომიანი ხარ, არ არსებობს რომ არ გვიფიქროს და მეფიქროს ამ თემაზე. მე პირადად დღემდე შენახული მაქვს ის ეხოსკოპიის ფურცელი უკვე გაყვითლებული და ძალიან ხშირად გამომაქვს, კითხულობ, ვუყურებ და ძალიან განვიცდი და ისევ ვტირი და ისევ ძალიან გმობ ჩემ თავს. მაგრამ არ მგონია დღეს 21 საუკუნეში ქალები ამას აკეთებდნენ შეგნებულად, ამას აკეთებდნენ ესე და დაცვის გარეშე ისე უბრალოდ რომ დარჩნენ. მე მაგალითად სერიოზული პრობლემების გამო მოხდა ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამე და ხო, მივედი მაგ გადაწყვეტილებამდე, რასაც დღეს ძალიან ნანობ ამ გადმოსახედიდან. ჩემი ძალიან დიდი ტკივილია და
სულ ფიქრობ, რომ ეხლა რო ყოფილიყო ის პერიოდი, რამდენად სხვანაირად შემეძლო ამ ყველაფრის დატრიალება, შემოტრიალება და ხო რა. ესეც ჩემთვის მეუღებელია. მე არ ვარ, მე ჩემი წილი ღმერთი მყავს, მე ჩემი წილი ცოდვები მაქვს, რა თქმა უნდა, მე ჩემი წილი ყველაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები ვიცი ეგეც რომ ცოტა შვილებს გადადის და ოჯახის წევრებზე, მაგრამ ხო, რაღაცა ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო და ძალიან დიდხანს ვიფიქრე. მე TikTok-ში არის ესეთი ძალიან კარგი ახალგაზრდა, ძალიან განათლებული, თუ იცით, დაწერეთ, ზენოე, მე მგონი ესე აწერია და YouTube-დაც მიყავს რამდენიმე გადაცემა, თუ იწვამენ, თუ მოკლედ, ჩავუჯექი ამ ბავშვს. წაკითხული მაქვს ბიბლიაც და სახარებაც, მაგრამ რომ გითხრათ, რომ იმ დონეზე მაქვს წაკითხული, რომ რომელიმე თავი მახსოვდეს, ან რაიმის განხილვის უნარი შემეძლოს, ძალიან მოგატყუებთ, იმიტომ რომ ამასაც გაგება უნდა, ამასაც აღქმა უნდა და ამას უნდა სერიოზულად შეჯდომო. ეს ბავშვი განიხილავს, ბავშვი ახალგაზრდა. მამაებს გვეუბნება, რომ არ არის აღსარება საჭირო და ყველას ყველაფერი მიგვეტრევება და უპირისპირდება, მე ისინი უპირისპირდებიან, მოკლედ არის ერთი ამბავი, მაგრამ საინტერესოდ მოსასმენია ეს ბავშვი, ახალგაზრდა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მე არ ვიცი ეს უნდა მომეწონოს და დავუჯერო მას, თუ უნდა გავიგო ისე, როგორც მე ვიცი და ჩემმა მოძღვარმა და იმისმა ჩემ მეგობრის მოძღვარმა თქვა, ანუ ამის აქედან აზრის გამოტანა ძალიან გამიჭირდა. თუმცა ცოტა ახლოს არის ეს ახალგაზრდა ისეთ საკითხებთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მარაზმია, ძალიან ესეთი გულისამრევია რაღაცები, რაც გვაღიზიანებს, რაც ხო და ერთ რამეში ვეთანხმები ნაწილობრივ. მე არ ვიცი, აღსარება არ მაქვს ჩაბარებული. მარხვა თავიდან ბოლომდე არ მაქვს დაცული. და ეს ახალგაზრდა ამბობს, ნოე, რომ წერიაო, რომ ღმერთიო, სახარებაში წერიაო, აი აქო, რომ შენო ცოდვილიო, რომ გაჩდიო, რომ გაჩნდიო. თავიდანვე გაპატია უფალმაო ეს ყველაფერიო, თავიდანვე მიგეტებაო და არ არისო საჭირო შენ შეგიძლიაო, შენ მხოლოდ ღმერთს ელაპარაკო. მე ამას სულ ვაკეთებ და მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც მაკლია, ანუ დადასტურება მაკლია, მე მაკლია ის, რომ ხო ზიარება, ან არ არის ჩემი მართლმადიდებლობა მთრალად, სრულად შეკრული. საოცრად ვწამს, ყოველ წუთას ვფიქრობ, რომ რაიმე ისეთი არ გავაკეთო, რომ ვინმე არ დავაზიანო, ძალიან ვუფრთხილდები ყველაფერს, მაგრამ როგორ შეიძლება, როცა მოკვდავი ხარ, ყოველთვის გეჭორავება, ყოველთვის რაღაცა გამოგე, ყოველთვის არის ეს რაღაცა. ხო და მოსვინეთ აბა თქვენც ამ ბავშვს, ან თუ მოსმენელი გაქვთ დაწერეთ, რას ფიქრობთ, ანუ მსმენელი კატეგორია ორად არის გაყოფილი. ზოგი უკრავს კვერს, რომ გაიხარე, შენ ხარ მართალი, შენ კი გეთანხმებით, აი გამოჩნდა ადამიანი სწორად მოაზროვნე და არის მეორე ნაწილი, რომელიც უხსნის, რომ მამაო, ეს არის შუამავალი ადამიანი ჩვენსა და ღმერთს შორის და რომ საჭიროა და რომ აუცილებელია და რომ კარგია. დავანებოთ ამ ჭორაობას თავი, მაგრამ მაინც დაწერეთ და განვიხილოთ, ჩავჭორავდეთ. მე ხა მე ვიჭორებ ჩვეულებრივ, ცოტა დავიმატე. გავჭორე, ციცინო შორღაია და ვილაპარაკე ერთ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდაზე, ნოეზე, მე მგონი ასე ქვია მას.
რომელსაც არ ვიცი ეთანხმებით თუ არა. ყოველ შემთხვევაში ვუსმენ გიჟივით. მაგრამ მე არ ვიცი, ანუ არ მაქვს ის განათლება, ის აზრი, რომ მას დავეთანხმო რაღაცებში. ნიკოლოზი გუშინ გამოიძახეს თამაშზე. წავიდა პირველად ითამაშა გუშინ მისი ტრამვის შემდეგ და ის რომ ჩემი შვილი დღეს ასე კარგად არის დარჩა კუდები რა თქმა უნდა ამ ხელა ოპერაციის მერე ხრაშუნი ისმის ფეხიდან ნუ მოკლედ ხანდახანს ტკივა და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხო დროებითია გაივლის ყველაფერი ჯერ ახალია რამდენი გოგოს წვრილია აქ შეტანილი თქვენ აბსოლუტურად უცხო ადამიანებმა როცა მიხვდით რომ ჩემი რესურსი იყო უკვე 0 როცა მიხვდით რომ მე დახმარება მჭირდებოდა უპირობოდ დაუფიქრებლად თქვენმა დამეხმარეთ და ჩემი შვილი დაფრინავს მადლობას გიხდით ყველა სახელი და გვარი მახსოვს ძალიან მთელი ცხოვრება მომახსოვრება იმიტომ რომ ეს ისეთი პერიოდი იყო როცა არასდროს არ დამავიწყდება როცა ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინი არ კი ვიცოდი ბანკიდან სისხლს ავიღებდი ძალიან მარტივად მაგრამ ხო უღრმესი მადლობა ამისთვის ისედაც გამოცდები აქ 17-ში და 18-ში და სავარაუდოდ ჩამოვა იქამდე ჩაბარებს გამოცდებს და მე ისევ გაბრუნდება დაიწყო ისევ ჩემი თელავი თბილისის ცხოვრება ისევ გზები კიდევ რა ხდება ჩვენთან ახალი ორი დღე ვიმუშავე აქ ვიჯექით მე და ჩემი ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი და თავს ვუყავდით მთელი წლის გასაკეთებელ საქმეებს და დღესაც სავარაუდოდ მომწერს და უნდა ავიდეს სამსახურში რეკლამა გაშვებული მაქვს მინდა რომ ჩავერთო უკვე ჩემს სამსახურში Facebook-ის ალგორითმი ცოტა ცუდად ითვლის ან დიდხანს გაჩერებულს რომ გავუშვებ მე ცოტა გზაყვალი აქ არეული და აქ ავუშვებს და ხო დავაფასოთ ერთმანეთის შრომა მე აქ დაგემშვიდობებით ერთს კიდევ მოგიხვრებავთ თვითონ ყავა უნდა დამელია თქვენთან ერთად და ყველაფერი გავაჭორე მალე ჩემი დაბადების დღე მოდის და ძალიან მინდა რომ არაფერი აღარ მაქვს ეხა ვინც რა არ უნდა ის თქვათ ეს არის ჩემი 43-44 წელში გადასული ყველა ინექციების გარეშე სახე ნახეთ გარმონ მაგრამ ასე არ ვშვები ხოლმე ჰო ესე ვიცინე ხოლმე თუცაც არაფერი არ მისვია მინდა გითხრათ არც კონტური არ გამკეთებია გერმანიიდან წამოვიღე რაღაც ბალმია რომელიც ასე ტინტივით რჩება და ღებავს და ძალიან მომწონს და სახშიც მისვია გარეთაც მისვია სულ მისვია და პარალელურად აშრობს ტოჩებს და მე გავარ და ასე ვიწიწკნი ძალიან მინდა რომ გავიკეთო ესენი უკვე გამოსულია ჩემი ბოტოქსი წარბებ გავისქელე გოგოებო თუ მატყობთ და აქა-იქა დაქცეული გლეხის ყანასავით ამომივიდა და ნახეთ რა სასაცილოა მაგრამ არ ვიპუტავ გასწორდეს და ეწიოს ორი თვეო ვიზდი რატომღაც მომინდა რომ უფრო სქელი წარბი მქონოდა და ძალიან მინდა რომ გავიკეთო სახე და ველოდები ჩემს მეგობარს რომელიც მაჩერებს რომ დაველოდო მას და ერთად გავიკეთოთ არა და მინდა რომ ჩემს 44-ში გადავიდე ცოტა უნაოჭოთ ხო ანუ არ ვიცი ეს რისი შედეგია ალბათ გენეტიკა პირველ რიგში მე ის რომ 40-დან თუ 39-დან დავიწყე ინექციები და რა თქმა უნდა აჩერებს ის ნაოჭის განვითარებას ნაოჭს არ აგილაგებს გამორიცხულია
ნაოჭს ვერ მოერევა, ვერ გააქრობს, მაგრამ გაზდის როგორ ხდება არ ვიცი ეგ ქიმიურად თუ ბიოლოგიურად მოკლედ აჭიმავს, აღარ გეტყობა და აღარ ჩნდება. როცა ეს მიმიკა გაჩერებული გაქვს და იმდენად მივეჩვიე, რომ ჩემი შუბლი არ მუშაობს და იმდენად კარგად გამოვიყენე, დიდი ხანია უკვე, როდის მე გავიკეთე, გახსოვთ, სადღაც 7 თვეში უნდა დაიმატო, 4 თვეში უეჭველი და თუ ძალიან არ მოვინდომე ხოლმე ესეთ რაღაცებს არ ვშვები, არა და სულ შვებოდი ხოლმე და ძალიან მიმიკური ვიყავი და სულ მიმიკებით ვლაპარაკობდი და ეხლა ოდნავ თუ შევჭმუხდი, მე ესე ნახევარი საათი ხელებს ვისვავ ხოლმე. ხო, აი, ვისთვის სიმსუქნეა პრობლემა. ხო, თან ჩემ სახეში ცხიმიც არის, რა თქმა უნდა, ხა მე რო უფრო გამხდარი ვიყო, უფრო ჩამოყვარდნილი და ჩამოკიდებული სახე მექნებოდა. ეს უდაოა. მაინც ვფიქრობ, რომ 43-ს ხვდები. და 44-ში გადავდივარ, მე ესე მიყვარს ხოლმე, ანუ ხო არიან ქალები, ვინც თავს იპატარავებენ, გოგონები. მე ვიგიდებ ხოლმე, იმიტომ რომ გონია, რომ სხვანაირი არითმეტიკა მაქვს. ეთყობა IQ-ს ბრალია. ხო, ანუ, ხო დასრულდა, ხო 43-ს ვასრულებ, ხო? გავხდები 43-ს და გადავდივარ იწყება 44-ი, ანუ 44 წელიწადში ვარ, რომ მკითხავენ ხოლმე, რომ რამდენი წლის ხარ, ყოველთვის ერთი წლით დიდს ვამბობ ხოლმე, რომ ასე ვითვლი, არ ვიცი, ხო და ძალიან მაწუხებს, ხო, აი, შედარებებია რა, ქონი არ მაწუხებს, აი, რატო არ მაწუხებს მუცელზე ეს ცხიმი, აი, აქ სკლატკები რომ აქ ზურგზე, რატო არ მაწუხებს და ეს რატო მაწუხებს, აი, ეს პაწაწუნა ხაზები, აი, ყველაფერი შედარებითია, ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველაფერი რაღაცა ისეთია რა. თუ შეგიძლია და შემიძლია მე რომ გადავიხატო, თუმცა ჩემი ბოტოქსი ძალიან დაბალბიუჯეტიანია და ძალიან იშვიათია, მაგრამ ამისთვის ყოველთვის მოიძებნება ხოლმე სახსრები და ყოველთვის არის თანხა გადადებული, რატომ არ შეიძლება რომ ვარჯიშში ჩავდოთ ეს ფული, რატომ არ შეიძლება რომ ბოდიშით ასე მაცემინებს წინ დავკა, ხო? ანუ ყველაფერი არჩევითი, ყველაფერს ვერჩევთ ჩვენ, ყველაფერს აკეთებს ჩვენი ტვინი, ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენ რა. ხო და რას ვამბობდი? დღეს არის 7 ივნისი. 14 დღეში მაქვს დაბადება. 14 დღის შემდეგ დავიბადე 44 წლის წინ, 43 წლის წინ. რამდენი ხანი ვამძიმებდე დავიცას. ღმერთმა კიდე დიდხანს დამამძიმებინოს. ეს ჩვენი არჩევანი ხომ არ არის? ზემოდან. ხო და ყოველთვის დაგეგმილი მქონდა ხოლმე ერთი თვით ადრე, სულ ვიცოდი რას ვაკეთებდი. როგორ მინდოდა, ძალიან მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. ახლა ის ფაქტი, როცა შარშან-მოლი მოკვდა, გარდაიცვალა არაო. ამასაც ვაპროტესტებ, მე რელიგიასთან ვერ მოვდივარ თანხმადრაში. რატომ არის ცხოველი უსულო? არ გვჭირდება 60-ში და ჯოჯოხეთში ცხოველები? ხო, როცა დაემთხვა ის, რომ ჩემი საყვარელი ცხოველის გარდაცვალების დღეა. ხო, არ ვიცი. არანაირი გეგმა არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი. ასეც ხდება ცხოვრებაში. არსებობს ისეთი რაღაცები, როცა საყვარელი ოჯახის წევრები, დედა ჩემი რომ გარდაიცვალა, დიდხანს ძალიან მქონდა შეგრძნება, რომ ხო არ იყო ჩემი დაბადების დღე. ანუ ვისაც ყველაზე მეტად უხაროდა ჩემი დაბადების დღე და ისეთ მეტად გაუხარდა, მაშინ ესეთი შეგრძნებები მქონდა, ის აღარ იყო ცოცხალი და აღარ იყო ჩემი დაბადების დღეც. ნიშნულოვანი დღე, ანუ რაღაც პერიოდი წავშალი. მე ისევ ძალიან დებილი ბავშვით მიყვარდა და ისე იყო ხოლმე რა, რომ ძალიან ველოდებოდი, ძალიან გეგმავდი, ძალიან აი თითქოს უკანასკნელი დაბადების დღე ყოფილიყო, ისე მქონდა ხოლმე ყოველთვის.
ეხა ცუდი შეგრძნებები მაქვს და არ ვიცი რას ვაკეთებ, რა მინდა რომ გავაკეთო. მაინც რა თქმა უნდა მიხარია, იმიტომ რომ ჯანმრთელი ვარ, იმიტომ რომ ამდენი წლის უკვე შევიქმენი საშუალო ცხოვრების ნახევარზე მეტი, ფაქტიურად გასული ვარ. კმაყოფილი ვარ საკუთარი ვიზუალის გარდაქონების, ბედნიერი ვარ ჩემი შვილებით, თქვენით, ჩემი სამსახურებით, შესაძლებლობებით და სამაუვერენი ბალვანი ვარ, ანდურაკი, როგორც ციცინამ თქვა. წავედი ახლა მე თავზე წავისვი ზეთი, თმები საკმაოზე მეტად გამეზარდა. ნახეთ რა სიგრძეა, აბურდული. თმა არ მაქვს ფაქტიურად თავზე, ეს არ გიჩვენოთ, რომ ნახეთ. ეს არის ჩემი თმის ნახევარი. ზეთს ვისვამ, რომ დავიწყე ღებვა. ჭაღარები ავილაგე, ძალიან მომემატა, ძალიან. დავიწყე ღებვა რაღაცა სტრანის აღებავებით, არასალონური, ჩემ თვითონ ვებრძვი ამ ჭაღარებს და არ მომწონს. დიდხანს 43 წლის ასაკში დამჭირდა შეღებვა და მაგითაც კმაყოფილი ვარ და ეხლა რაღაცა აქცია იყო ლიბრეში და მუქი შოკოლადის ფერი ავიღე. და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ძირებზე წავისვა ხოლმე რა ის რაც ამოვა, ის შევიფერადო ხოლმე, იმიტომ რომ მთელი თმის შეღებვა თვეში ერთხელ თუ ორ თვეში ერთხელ რამდენში დამჭირდება ჩემი ჭაღარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თმას გამიმელოდებს. წავედი ახლა მე, შევეცდები, რომ დღეიდან თქვენთან ვიყო. მინდა ხოლმე ეს ჩემი ყველაზე დიდი თერაპია. ალბათ ეს გაბედული ნაბიჯი და ეს არხი რომ არ მექნებოდა ბევრი რამე. სულიერი სიმშვიდე თითქოს რაღაცებს იცით როგორ ჩემთვის როგორ შეგრძნება, როცა მე გიზიარებთ ჩემს ემოციებს, შეიძლება იქ სრულად არ გიზიარებთ. ანუ ან წინა პირობას არ ყვები, ან რაღაცა შუას ვაგდებან რაღაც, მაგრამ რაღაცას რო ყვები, ვიცლები და ნეიტრალდები ხოლმე და აღარ გროვდება ის რაღაცები. წავედი ახლა, გუშინაც მინდოდა ვიდეოს გადაღება, მოვედი მაღაზიიდან ამ უჩრატული ნიკარო გავაცილე და დავდექი და მე ისევ გადავიფიქრე. ჯანმრთელობას გისურვებთ, სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას, ყველაფერს საუკეთესოს. დროებით.